გამარჯობა ხალხო, ჩვენ ამ წამს დავბრუნდით რკენა 2-დან და ეს იყო უძალიან მაგრესი ივენთი. მე პირველად წავედი ასეთ ივენთზე, იმიტომ რომ სულ ორი იყო ასე საქართველოში. პირველად წავედი, მაგარი მომეწონა. დღეს თან კაი ჭუბები იყო, კაი სიტუაცია იყო. ერთადერთი სკამები იყო საშინელი სპორტის სასახლეში, თორე დარჩენ perfect. თქვენ ასე თქვით. კაი, დავიწყოთ. პირველი ჭუბი მანსუროვი ვს მესხი. ძალიან მაგარი ჭუბი იყო. მანსურო, შენი მესხი იცოდი ვინ იყო? ანუ ეს დინამიტი ან იუთუბერადან მერაბის არა, სამწუხაროდ. მე ვიცოდი მე რა ყავს, რომ მერაბთან და მაგსასთავთან ვიჟინიო კიდე, ვიჟინიო და. Короче, идёши, бля. სამში რაღაც Google-ო მე ვიტყვი პატარა მიმოხილოს ჩემი აზრით. ორივე მებრძოლისთვის იყო დებიუტი ეს ჭუბი, როგორც გავიგე, მაგრამ ბატონ მესხს ეტყობოდა გაცილებით მეტი გამოცდილება და რა წრეშიც ტრიალებს ეს ყველაფერი ეტყობოდა რა. სამწუხაროდ მანსუროვი კადლეტივით გადაატრიალეს, ამოატრიალეს და მორჩა მაგის ამბავი. მაგრამ რესპექტი რა თქმა უნდა ყველას მის გამოვიდა საჩუბრად. ხო. ამ ჭუბზე გამიკვირდა პირველივე ჭუბში, რომ პირველი გამოვიდა მესხი. პირველი გამოვიდა ქართველი იდეაში. ხშირად პირველი გამოდის უფრო ანდერდოგიან ნაკლებად ცნობილი და ეგეთი ფაიტერი და თავარი ანუ ისეც არის ფოკუსირება ვიც ფავორიტია თან უფრო ცნობილი ეს გამოდის მეორე. ამ ჭუბში გამიკვირდა რომ პირველი გამოვიდა მესხი და რაღაც უცნაური იყო. თან იმ მეორე სადაური იყო ეს ტიპი? უზბეკეთი. იმის ვოკაუტი უფრო დიდი ხნიანიც იყო, რაღაცა უფრო შოუმენობდა და აი TikTok მუსიკა არის რა. ხო, რო არ ცოდოდა რომ რა ივენტზე იყავი და ვინ იყო სახლში, ვერ შეამჩნევდი რომ მესხი იყო სახლში ჭუბობდა, იმიტომ რომ პირველის გამოვიდა, იმის ვოკაუტი უფრო დიდი ხანიც იყო, უფრო ისე თამამი იყო ვოკაუტის დროს და ეგ გამიკვირდა თავიდან. მე საერთოდ ვიფიქრე, ხო არა აერია თქო ანუ და ყველა ივენტზე შეცვლა მითხვა იქნება თქო, მაგრამ არა, მე უკვე უმეტეს კი არა ყველა ჭუბში თავარი ორის გარდა ქართული გამოდიდა მეორე. ანუ გონია ისე რომ მაგას აგვირდებიან? რა თქმა უნდა აგვირდებიან. ყველა დარჩი ჭუბში ეგრე იყო. როგორც ჩანს, არ ვიცი რატო გაგეც ეგრე, იმიტომ რომ იდეაში მე როგორც ვიცი. მე მახსოვდა რომ პროსტა უფრო ცნობილი ტიპზე იყო, მაგრამ ლოგიკური იქნება რომ ფავორიტი გამოდის მეორე. და აქ არ ვიცი როგორ გაარჩევდნენ ფავორიტი არ ფავორიტი, იმიტომ რომ მგონია რომ რაც კოეფიციენტები ყოფილიყო, ჩამო ბუქმეიკერები არ ეყოლებოდა ამ ჭუბს ეგეთი რომ ჩამომდა, მაგიტო იყო ქართველი სულ მეორე. და ამ ჭუბში პირველ შეტო იყო ეგრე არ ვიცი. იმიტომ რომ გახსენთან. ალბათ იმიტომ რომ დებიუტი იყო შეიძლება თქვა, მაგრამ იმ ტიპის დებიუტიც თუ იყო და თან თუ არ ვწდები მესხს სხვა ასთან უნდა ეჭუბა და ის ბოლოს ჩაინიშნა ეს ტიპი. ის ტიპი ხო არ იყო მეორე თვითონ უფრო ანუ მაგას ხო არ უნდა გიგო. არ ვიცი, მაგრამ პირველი რატო გამოვიდა მესხი არ ვიცი. ჭუბი თვითონ მარტივად მოაყვა, მაგრამ ხო? დიახ. პირველი ვენა ჭუბი იყო, ხო? დიახ, ეგრევე მალე. ძალიან მარტივი საბმიშენი, გილიოტენი იყო თუ სწორად მახსოვს. ინტროში რაც თქვა რომ მაგარი ისავაკო საბმიშენები გაამართლა და ძალიან მარტივად მოუგო. რატო გაქვს ფინგერპრინტი იმაზე გალერეაზე? FBI დირექტორ შევახედე. კალანდაძე აუ ამ ჭუბში კიდე უფრო აი რომ ნახე. თან ძალიან დეკორაცია დაგვეშალა და გვასპონსორეთ. სხვა შორის ამ ჭუბს რო ვიწყებ, ლაპარაკს ის დავახსენე რომ ორგანიზებული და შეფუთული მართლა ძალიან კარგად არის, აი გიგონება UFC-ს mini ვერსიას უყურებ, იმიტომ რომ ის ტრეილერების, ინტერვიუების ყველაფერი რაც გადიოდა დიდ ეკრანზე და აი build-up-იც გარემოც ყველაფერი გავდა აი mini UFC-ო ფაქტიურად. ფორმულას კარგად ასრულებენ. ბოდიში ფორმულას კარგად ასრულებენ. ნუ ხა ყველაფერს ვერ მივადევნე თვალი ამ რკენას build-up-ში ინტერვიუები რაღაცები რაც იდებოდა. ამიტომ იქ რო აჩვენეს ამ კალანდაძის ინტერვიუ უფრო მომიდა მხარდაჭერა, იმიტომ რომ თურმე ლუზი რეკორდი არა აქვს კარგი, რამოდენიმე წაგება დაუგროვდა და ძალიან ჭირდებოდა ეს მოგება და აი ეგ რო ვნახე იმ დიდ ეკრანზე ინტერვიუში კიდე უფრო ხო. კალანდაძემ რაღაც ბოლო წამებში არ მოიგო საბმიშენი თუ რაღაცა? თუ decision იყო? ვიჟო, იდაყვით რო ურტყავდა, ხო? ხო, ამის იყო TKO იყო, ხო? იდაყვები რო დაახალა, კი, ძალიან კაი. პროცესები პირველ რაუნდში თვალკარად ვერ დაიწყო. ძალიან მაგარი სიტუაციებიდან გამოძრა. მე მგონი ხელი ქონდა მოგრეხელი და არა, ხელი ქონდა იმას გოგოჭურს, XY. მაშინ რაღაცა იყო აქცია და გამოძრა 1-2 გემრიალ. კარგი და ისეთი დასაწყისი არ ქონდა. და მე TKO-თ მოუგო იდაყვები რაღაცებს კარად დააშინა. მოკლედ ძალიან ჭირდებოდა ეს მოგება, ბრძოლა რთულად დაიწყო, მაგრამ მაინც გახაჩა და მოიგო და ძალიან კაი სანახავი იყო, თან ძალიან კაი სიტყვაც ქონდა ბოლოს და ერთი კომენტარი მინდა გავაკეთო, რკენაში განსხვავება ესაა, რომ როცა ქართული მებრძოლი გამოდის, შეიძლება UFC-ში მაინც და მაინც ხალხი ოვაციებით არ ხვდებოდეს, მით უმეტეს დამწყებს რა. ახლა თოფურია და დვალიშვილის სხვა ამბავია. მაგრამ რკენაში ყოველ რაღაცა პატარა წარმატებაზე ხმა ისმის ეგრევე რეაქცია. რადგან ეგრეა გაკეთებული ყველა ჭუბში. აქ ორის გარდა ყველა ჭუბში მეორე მხარე ქართველი იყო და რა თქმა უნდა ყველა მაგათ ხენი იყო და ოვაციები იყო სასწაული. ან პატარა წარმატებაზე ხანდახან ზედმეტადაც აი მარტივ რაღაცაზეც კი ძალიან დიდი ოვაცია იყო. მოხს რო ურტყავდა და ხო ეს ფოტოშორის ძალიან მოქმედებს ზოგადად ჟიურიზე. ეგ მაგას შეიძლება დიდი ეფექტი კონდეს, ანუ არა მარტო გასახსნელებლად არის კარგი. მაგალითად საჯირო აფას decision-ამდე თუ მივიდა, რომ გინდა არ გინდა ჩაელექება, რომ ყველა იმის პატარა მომენტი ამ ხელა ოვაცია როა,
მე decision-ში უფრო სხვანაირად წავა რაღაცეები, ვიდრე neutral ground-ზე ან იმის სახში რო იჭუბო. კი ბატონო. აი მაგ decision-ზე მე რაღაც სათქმელი მაქვს რომ მე რაღაც შემდეგ ჯგუფში დავიტყვი. აუ, შემდეგი იყო რა დავარქვა? ანუ მე ვიტყოდი რომ ეს იყო ძალიან რთული ბრძოლა, ძალიან შემეწოდა ჩვენი ჩინელი ამხანაგი არჩილი. ხო, აირჩილი. აუ, ძალიან გაუძლო რა, მაგრამ გაილახა. იმიტომ რომ ისე დაღლილი იყო მამულაძეც რომ თითქოს ვერ აფინიშებდა სავიდა თან ესე თავი წავდა. ის იყო საჭაგრიგი საჭაგრიგებდნენ მაგრამ ნახე იმდენად ძლიერად და გადამოდი ვერ ურტყავდა რომ თლაც საჭ გაეჩერებინა მაგრამ ამავდროულად ძალიან დომინანტური იყო ბოლოის წუთები და მოუწია ძალიან დიდი ხანჯალი სისხლიანი იყო ოქტაგონის ის ეგ მე დავაკვირდი რომ ეკრანს რო ჩამოვხედე ანუ ესე რეალობაში პირველად ნახე მაგდენი სისხლი ერთ ადგილას რა და უსაუბრს ახავი იყო სულ წითელი ქონა სახე სულ წითელი იყო ეს ოქტაგონი თან თეთრი ის რადგან არის მაგრამ იყო მაგარი ბრძოლა მართლა ყოჩახ და მამულაძეც საბოლოოდ მე მგონი რაღაცა 1-2 ეპიზოდი იყო სადღაც რაღაცა რისკი იყო მაგრამ მაინც საბოლოოდ თავიდან ის ტიპი ჩანდა ჯანიანი და კარგად დაიწყო იმან რა თქვა აერჩილმა კარგად დაიწყო და საშიშროება იყო ხშირად და თან თუ არ ვთქვი მიწაზეც იყო რამოდენიმე გასვლა მაგრამ ბოლოს აი გაილახა ბოლოს ხო იცოდი რა რომ მოიგებდა ქართულად დროის ამბავი იყო მან სხვა შორის კუთხეს ვაკრიტიკებთო და კუთხეს შეეგდოთ ხო რა მოჭხუმა რა თქმა უნდა დარტყმებზე არ დათეფავს ანუ კი შეიძლება იქაც მაგრამ არის ამს საჭთან კი ქონდა საბაბი, მაგრამ ბოლომდე არ ქონდა საბაბი, რომ გაეჩერებიან. მაგრამ ხო ხვდები, რომ ანუ სისხლის დის ძალიან დაბლა პოზიციაშია ვერც წამოდგება. საწლეხიც არის, ხო თქვა, იმერეში შემოჭუბა მეკითხეს, რომ რატო გამიჩერე და რაღაცა და ხო, მაგრამ ახლა 2 წუთი ნახევარი რო პორტხიალობ ხო, ახლა ცოდო ადამიანი. ხო, მაგრამ შენ თავის მეცუ ხო. ახლა უყურე, მაგას თუ უღირდა ასეთი გალახვა. ხო, ახლა ეგ არის შეკითხვა. იმიტომ რომ აი მაგას თუ უღირდა ასეთ გალახვაზე მივალ შემდეგ რომელიღაცა ჯგუფში. ეს არის საიდუმლო ხელსაწყო რომელიც მომავალში გამოგვადგება. შემდეგი იყო პირველი ჯგუფი სადაც არც ერთი მხარე არ იყო ქართველი, იყო ერთ-ერთი მოჭვარ რომელიც კენას პირველ ივენტზე გახდა და სამწუხაროდ საკმაოდ ბრუტალური ნოკაუტი აიღო ერთ-ერთი ქართველი მოჭვარის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვახსოვს მასეთი არაფერი. ხო, ეს AI იყო ის პირველი ჯგუფი. ჩოკოპაი ჯგუფობდა შემდეგი ივენტში ისი ჩოკოდაში იღადავი ჩოკობოიც მართლა შოკოლადი რო არის ხო ანუ გადაკეთებაც არ უნდა მართლა რაღაც შოკოლადის იმის სახელი აქვს მოგადო ჩოკოპაი როგორ მოიგო ჩოკოპაი გასოს პროსტე ფინიში მალე მოიგო ფინიში მე მგონი ჩოკოპაი მოიგო გილიოტინით საბმიშენი და სხვა შორის არ ველოდია რა ყველა ივენტს რო შეადო გონებაში ყველგან ძალიან ბევრი მომენტი იყო სადაც ახლოს იყო რა საბმიშენის მოგებას ერთ მეუბარი მაგრამ აი დანებიებას არავინ არ იყო ახლოს და აქ გამიკვირდა საკმაოდ მალე დათეფა იმ ხო ადრე დათეფა სადაური არ მაქვს მაგრამ მეორე ბირძომა საკმაოდ მალე დანიელი რა მე მგონი რაღაც თუ ფინელი არა რაღაც სლავური გვენელი ხო ხო მოგეთ ჩოკოპაი კარგად წაიყო და ბრძოლათან არ ვიცი ალბათ იცით არ იცით მაგრამ მე შემოგიყვები იციდანაც ლაივებს რომ უყურე ინტერვიუები რაღაცები ხო ქონდათ და ამ ტიპს თურმე სპეციალურად თხოვია რომ ამ ივენტზე რომ გამოდიოდა არ მაჩვეულოთ ისევ ქართულთანო იმიტომ რომ მე მინდა რომ ქართულ აუდიტორიას თავი შევაყარო და მაგითო თქო რომ ვიღაც უცხოელთან ეთქობა ეთქობოდა გამოსვლაშიც რაღაც დამოკიდებულებაში ეს ყველაფერი იდე რომ დამითქვა დემენციის პაციენტები კაი ყოშა ჩოკოპაის ბევრი არ ვეპლაგოთ ხა ჩოკოპაის რა ბიშლობა აქვს შემდეგ ბრძოლაზე გადავიდეთ აი შემდეგ ბრძოლაზე უკვე ერთ-ერთი მარცხი იყო ხო ქართველის თელი დღის განმავლობაში ხო მაგრამ ეხა ამას მე უნდა ვილაპარაკო ეს იყო აი ახლა უყურეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ენერგიას რა გოგოჭური 1-3-4 ჯერ გაიჭდა ისეთ სიტუაციაში შუა ჯგუფში რომ აი ნებისმიერ სხვა ბრძოლი გაჩერდებოდა და რა ვიცი სული ამოხდებოდა მაგრამ და მთელი დარბაზი იძახდა გიორგის არ იძახდა თუ რაღაც მის სახელს ასე ავტორი გადმოგწევს ხო და ძალიან დიდი ენერგია იყო დარბაზში და მე მგონია რომ აი მაქედან გამოძრა რა ამ ოპონენტთან ერთხელ ქონდა თანაგები პირველი რაუნდი ეგეთი რაღაც არ მინახავს ხელი როგორ ქონდა ჩაკვეტებული ეს ფეხში მაქედან ვერ გადარჩები ადამიანი თუ აი ძალიან ჟინი არ გაქვს მოდი მე რაღაცა კრიტიკულ რაღაცას ვიტყვი აუცილებლად ამ ჯგუფზე ხო ქონდა ინფორმაცია რომ უკვე გოგოჭურს წაგებული ქონდა მეორე ტიპთან რემატჩი იყო და უნდა აი ნაზღაურებინა წაგება დიახ ბანო არ დატოვა თლად ისეთი ბრძოლის თამაშილება რომ გოგოჭურს რაღაცა უკვე წაგებული ქონდა ამ ტიპთან და ბევრი ისაა მაგრამ გამომდინარე უფროსია ის მე რა 8 წელით უფროსია ანუ რამხელა უფრო გამოცდილება დიდი ალბათობით ეს გოგოჭური თვითონ მოითხოვდა ამ ტიპთან ჯგუფს ისევ ერთხელ ხო ლოგური და თუ ეგრე ხარ რომ ანუ წაგების სადაზღაურება გინდა თლად ბოლომდე ვერ დავინახე რომ ნასწავლი ქონდა პირველი წაგე მე ხა არ მოვიტყვი პირველი ჯგუფი არ მაქვს ამათ დანახი მაგრამ თვითონ ამ ტიპმაც თქვა ამ უცხოელმა სარა სიარვიმ რომ მაგარი ჯიცერი ვარო კაი საბმიშენი მაქვს და ასე შემდეგ
და ამისთვის თლად ბოლომდე კარგად მომზადებული არ ჩანდა გოგოჭური და თან მიუხედავად იმისა, რომ კაი ძალიან რთული პირველი რაუნდი იყო, მაგრამ კარდიოს ხრითაც უკვე პირველად მე უწევდა რომ ფეხები ხაბოიცა. ბიჭო, უყურე, ხაბოიცა. მოდი ერთ შეგეცი შეიძლება? მიდი. უყურე, მე რაც დავინახე იმას თუ შეუიარაღებელი არამოჭუბარული თვალით. თავიდან გოგოჭური გაიჩნდა ისეთ პოზიციაში, თავიდან პირველ რაუნდში შემთხვევით მოხდა თან, ანუ ის კი არა რომ რაღაც აუ ხო ერთ მომენტში ვაფშე გაგუდვასთანაც ახლოს იყო ისეც მე შენეჭირე მას და ეგ არ მახსოვდა. ვინმე მათქვინეს რამეს. მიდია. პირველ რაუნდში ისე მოხდა რომ აი შემთხვევით რომ გაიჩნდა ისეთ პოზიციაში, ამ ფინელმა გააჩერა დიდხანს. ანუ ერთი შეცდომა დაუშვდა რაუნდად, ხვდები? შეიძლება 10 მოქმედება გააკეთო და სიტყვაზე ერთი შეცდომა გააკეთა, ან ორი შეცდომა, ან სამი, 4 შეცდომა, მაგრამ აქ ერთი შეცდომა რაც გააკეთა, ის გაწურა. და ხელი ისე დაუზიანა, ბიჭო, მე რა უნდა იქნა დაიღალა ხელი დაუზიანა. თუ არ ვწდები, თვითონ ჩავიდა ტეიქდაუნზე გოგოჭური, რამაც გამოიწვია ეგ შეცდომა. უყურე, შეცდომა ის ხო, თუ ატყობრო ჯიუჯიტსუში შენზე მაღალ დღეს ის ტიპი. რატო ინიციატივა იყო ამის ჩაიყვანა თან, ერთ მომენტს სხვა შორის, აი ხელის დატყურებასთან ახლოს რო იყო ისეთი მოძრაობა გააკეთა რაც მომენტში პირიქით გაიუარეს სიტუაცია და მან უკვე შეიტყო რომ თლად კარგად ანუ არ ვიცი თუ ისე ოპონენტი რა თქმა უნდა მე ჩხუბია ყველაფერი ხდება მაგრამ უფრო მეტი ნასწავლი უნდა გქონდეს შემეს ჩხუბში წაგებულს რემანშში გაიგე მაგას გული ხო მაგრამ ნახე განსხვავება იმაშია რომ შეიძლება მთელი რაუნდი სიტყვაზე თანაბრად ყოფილიყვნენ და ბოლოს დაეჭირა ამ პოზიციაში რაუნდი მორჩებოდა ადგებოდა და ახლა პირველივეს დაეჭირა შეცდომაზე ან არ გაუმართლა სადმოგივა არ გაუმართლა ეგ გამართლები რა თქმა უნდა გამართლების მომენტიც არის მაგრამ ხო და მე მგონია რომ ანუ ეს მომენტი რამაც ასე ვთქვათ ძალიან დაღალა და ხელი დაუზიანა ეს რომ მომხდარიყო მეორე მესამე რაუნდში სულ სხვა ჩხუბი იქნებოდა თავიდანვე დაღალა ამ ტიპმა არაფრით არ გაუშვა ფეხი ქონდა შეგვი არ გაუშვა ყველაფერი რაც ქონდა და ეგ არის ხო ისიც ძალიან შესაძლებელია თუ მეს გამოვაკებთ იმ ტიპს რომ ესე გამოიჭირა გოგოჭური ძალიან შესაძლებელია რომ ამ სიტუაციაში არ და მაგ ხო ხვდები კაცო მაგრამ პირველი ინიციატივა მიწაზე ჩაყვანის ხო მაინც მაგისი იყო პირველი რაუნდში ხო მაგრამ არ გაუმართლა რა იმიტომ ხა თავიდან ეხა მასე ტომას პინალის ინიციატივა არ იყო სირილ გეინს რო ეჩხუბა და თვალები რო დაიწყა ხო ეს შეუვარდა მაგის ინიციატივა იყო აი შეუვარდა ბიჭო მოგე თან იმიტომ რომ მიხელს კრიტიკულ რომ მართლა ძალიან მინდოდა რომ მოიგო ეს ისტორია რომ გავიგე რემაჩის და რაღაცა აი ძალიან გულშემატკივრობდა და უკვე გადაწყვეტილებაზე აშკარა იყო წაგება შემდეგი ჯგუფი კონკრეტულად კოპრავიშვილი ჰუსეინოვი მორჩა ძალიან მალე აი ხა მე მაქვს რაღაც კომენტარი სრული 100% ინფორმაცია არ მაქვს მაგრამ როგორც გავიგე ბევრი ჩანაცვლება მოხდა ამ კარტზე და ეხა მარტო ჯობია დავსერჩო მაგრამ ეხა ვარაუდით ფიქრობ რომ ეს ბრძოლა ისეთი იყო რომელშიც ოპონენტი ბოლოს ჩაერთო იმიტომ რომ რაღაც ეგეთი შაბაჟობა დამიტოვა საკმაოდ მარტივი და მალე მიღებული TKO ფინიში აიღო ბატონმა კუპრაშვილმა და ბევრი სალვაკო არც იყო ამ ჩუბზე კუპრავიშვილმა ბაბატით დისლექსიკურო კარგი იყო შემდეგი ეხა თუ შეიძლება ინტროს გავაკეთებ და განაგცეთ პრიმერა versus ბატისტა რატოღაც კარგი ენერგია წამოვიდა დარბაზში იმიტომ რომ ქართველი არც ერთი არ იყო ასე რომ ანუ ის არ იყო რა არათანაბარი გულშემატკივრობა ორივეს რაღაც თავისებური ხასიათი ჰქონდა ორივემ წაიცეკვა ორივე ცოტა რაღაცა ლათინო ესპანური ბრაზილიური და იჩხუბეს და აქ რაც შევამჩნიე რაღაც მომენტში რა მე მგონი ბატისტა იმაზე გარდის პოზიციაში რა ეს უკან ზურგზავწებია რა ისე დაწვა და ეგრევე თელმა დარბაზმა და ხუცებში წამოდგა მე შემიძლია ხო ეს მაგაზი დეფექტია ხო კაი საყურებელი ესეთი ჩხუბებიც რო არის კარდი არის შეგიძლია უფრო ისე უყურო რა ლაითად და ნერვიულობ და ეს შემდეგ კარგი ჩხუბეს მაგრამ სხვა შორის კაი სტრაიკინგში ბევრი კაი შეიჯი ქონდათ მიუხედავად იმისა რომ იყო რაღაც ცოტა ნელი მომენტები სადაც ეს იყო რესლინგი კი არა დაგვიწოთ მას რა ქვია ხო და სხვა შორის სტრაიკინგში უფრო მომეწონა ბატისტა და რაღაც ანუ ისიც კაი იყო მაგრამ ის უფრო ჯანიანი ჩანდა ის სხვა შორის ის პრიმერა და აი იმ მომენტამდე ნოკაუტის მომენტამდეც კი უფრო მეტი წარმატება ჰქონდა ბატისტას და რაღაც მომენტში გამოსვლისას ფორსები რეიჯი და გამოსვლისას აი ოდნავ წაკრა რა ან თან სრული კარგად მოხვედრებული დარტყმა არ იყო სხვა შორის ეგენი უფრო ისა საფრთხიანი, იმიტომ რომ ნოკაუტ როგორ მუშაობს, იცი? ანუ როგორ ნოკაუტ როგორ მუშაობს? არა, ნახე? ოჯახ. ტვინი ხო არის შენ ჩასმული თავის ხალაში რაღაც ჯელეში რა და უცებ შეეზაზარდება შენ თავი ეს ტვინის რო ეჯახება შენ თავის ხალას. ტვინი შეგება მე გამოცდილი მაქვს. ტვინი შეგება ხო ნოკაუტი ხდება რომ შენ ტვინი ეჯახება შენ თავის ხალას რა და
რომ მოგარტყავენ შეიძლება იმდენად ისეთი არ იყოს სადღაც რომ წაკრავენ უფრო რესკი მოძრაობა შენი თავის და მაგ რას ქვია კვეთრი უფრო კვეთრი მოძრაობა თავის და მაგიტო აი თუნდაც ოდნავ ნიკაპზე წაკრული რაღაცა არ გინახავს აი რო ვერა თყობ აი როგორ დამოკავდა მომენტში სულ ნორო წაკადა გაიჩა მაგის ბრალია მაგრამ კაი ჩხუბი იყო სასიამოვნო საყურებელი იყო და სხვა შორის შეიძლება ვთქვი არათანაბარ გულშემატკივრობაზე დასაბასებელიც არის და ძალიან მომეწონა არის რომ აი იმ შემთხვევაშიც მაგალითად ქართულად დამარცხდა მაინც რაც ბუდრაც კი არ დაუწყიათ გამოცხადების რაღაც შემდეგ არამედ ისე ტაში და ოვაცია მაინც ხო მაინც და მაინც ოვაცია არ იყო მაგრამ რაღაც ხრივ ხარდაჭერა მაინც ჩანდა როგორც ვიო აუ ქართულს მოუგდა ბუ არ იყო კი ეს რაც კაი ის ის გამომაზეთ ამ ჩხუბზე პოლდიშვილი რო შემოვიდა იქ და face off რო ქონდა face off-ი ქონდა მაგრამ ერთი რაც არ მომეწონა ერთი მიკროფონი აქვს რკენას, როდესაც ოქტაგონში ჭუბი მორჩება და ვერცერს ვერ მიუშვირა წესი. იმ მიკროფონს ეთყობოდა რომ აი იმენა კაროჩი იტოქში ბლია. მიკროფონს ეთყობოდა რომ ზუსტად სწორი კუთხიდან თუ არ ელაპარაკებდი არის მოთა რა დინამიკები შემადა. ეხლა ჩვენ გავითამაშოთ როგორი face off იყო. ხო თან მინდიას ხო უჭირავს კომენტარები. მე გავაკეთე მინდიას მიკროფონს. მე არა მინდიას ცდილობდა რომ ორივეს რაღაც სიტყვები დაიჭირა და არც ერთის ხმარისმოდა შუაშო დაიჭირა არც ერთის არისმოდა მიმართავდა მე ეს დაიწყო ლაპარაკი საკეთ და არ ვერაფერი ვერ გავიგეთ რა ელაპარაკეს მაგრამ რა ვქოთ ხა ტექნიკური ხარვაზე იყო ბოლოს თქვა შემდეგზეო რომ ჩამოვაო ეს ბიჭი აქედან ნაწყენი და დამარცხებული წავა აურა ფარმინგი გააკეთა და გავიდა სხვა შეს მე თქვა იმ ტიპა თუ გაიგე this is not the moment და რას შემეშალაო სხვა შეს პოლიშუსი იმას ვიტყვი რომ ერთ-ერთი ყველაზე საკაიფო ისა აქ შუა სახელი მოჩხუბის გამოცხადება ანუ გვარი რომ პოლადიშვილი აქვს ბიჭო და რეალ სტილი რო აქვს აი ძალიან საკაიფო რეალ სტილი ვისწრებთ ფილმი და ნახე ძალიან მევასება და მაგრამ ნიქტეიბია პოლადიშვილი აქვს გვაში და რეალ სტილი ეს არის სამყაროს დამთხოვა არის ეს ბრწყინვალე submission of the year იყო შემდეგი შაინძის მხრიდან rear naked choke I think so rear naked choke yes ამ საკმაოდ ემოციური ის ქონდა ხო რა ქვია მაგას ასე უშვები ვიდეო რგოლი და ძალიან იგრძნობოდა ხალხის ხარდაჭერა და აი მთელი ემოციები ჩართული იყო მთელი დარბაზი და სხვა შორის ეგეც მთელი ივენთის განმავლობაში ერთი განსხვავდება სხვა შორის კენას ივენთები UFC ივენთებისგან პირველივე ჭხუბიდან თითქმის სავსე იყო მთელი არენა ანუ პირველივე ჭხუბიდან ჩვენს პირველივე ჭხუბიდან უკვე თითქმის გადავსებული იყო ყველა ადგილი რაც ახლა თქვა და UFC-ში ახლოს არის ეგეთ რაღაცას ხალხი ზოგი საერთოდ მარტო მეინ ჭუბზე მიც მეინ კარტზე კი არა მარტო რჩება ტიოვონი მიც ამერიკელები მარიციან დანაკრძობა ეგეთ ანდრო მარიციან ამერიკელები რა სიტყვა მძოლად რა მსხორ დამოტებ ამაზე არ ფერდოს თორსე პირველ რაუნდში ახაც უცოდ რთული იყო მაგრამ მე მეორე რაუნდში კარგი საბიშენი მოიპოვა შანიძემ შემდეგ ჭუბზე მაქვს მე რაღაცები სათქმელი რა შემდეგი იყო საჯებს გაწვდები ეხა მე გავაკეთებ კომენტარს ეს ჭუბი დასრულდა split decision-ით და მოიგო ჩვენმა ქართულმა ამხანაგმა ბატონმა აბრამიშვილმა მე მეგონა რომ წააგო და მოიგებდა რა ერქვა იმას ლონტოპი მაგრამ ახლა რა თქმა უნდა გადაწყვეტა რომ მოვიდა რეალურად მეორე რაუნდი აშკარად მოიგო აბრამიშვილმა აი აშკარად მოიგო აბრამიშვილმა მესამე რაუნდი დიდი ალბათობით წაიღო ლონტოპმა პირველ რაუნდი იყო როგორც მახსოვს ახლო და პირველ რაუნდს ვის მიცემდი მაგაზე იყო დამოკიდებული გადაწყვეტილება მე მაინც რადგან პირველ რაუნდს თუ ის ახლო იყო ველოდი რომ აი მართლა ფიჩობდი რომ სპლიტი იქნება და ქართულს მიცემი თქვენ იმიტომ რომ ის ლოგიკურია ეგრე დაკნა ჩვენებურად ანუ არა მოქმედებს ყველაფერი რა ხო და ველოდი რომ გამარჯვებდი თან ახლა ვერი თქვი რომ ყველაზე დომინანტური რაუნდი მაგ ჭუბში იყო მეორე რაუნდი სადაც აბრამიშვილმა მოიგო კი ბატონო ძალიან ბევრი კარგი დარტყმა გაუტარა და ყველაზე დომინანტური რაუნდი მაგ ჭუბში იყო მეორე მაგაში თქვა, მაგრამ მე ცოტა არ ველოდი რა. ნუ split decision რა გასაგებია მოკლედ. მე მგონია მაინც ლონტოპს ვიცოდნენ, მაგრამ მე მიხარია. ლონტოპს რომ მიეცათ ძალიან ვერ გაატრაკებდი. ხო, ან მოსალოდნელი იყო, ანუ იქითაც შეიძლება, აქეთაც შეიძლება. split-ის ის არ ორი რაუნდი. კეთილად თუ გაგვიდეს აშკარად, ერთი ახლო რაუნდზე იყო გადაწყვეტილება ჭუბის. ხო, მაგრამ ყოჩა მაინც მაგარი ჭუბა მართლა, მაგარი ძალიან ყველა ბრძოლა აქ იყო, ანუ რაც მალე არ მოჩე, აი ბრძოლა იყო თავიდან ბოლომდე, თავდადებული ბრძოლა, რასაც ქვია, ხალხი ბოლომდე აი რაღაცა პატარა იმაზე კი არა, აუ მე ისევ და მომიჭირა და კი არ თებავდნენ, ბოლომდე იბრძოდნენ, მართლა ისეთებიდან გამოვზდნენ დღეს ჩვენ ქართული ბრძოლები, აი რა ვიცი. ბევრი დათებავდა და ერთხელ კი არ ერთი 3-4 ჯერ რო ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში იყვნენ ისე. მაგარი სანახაობა იყო ნამდვილად.
ერთ-ერთი საათს მარტივი დათეფო ვნახეთ არის უცხოელებისგან თორე ქართველებს თხოვოთ რომ აი ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ ბოლო წუთამდე იბრძოდნენ ნამდვილად. მან არ მგონია ნებისმიერ მომენტში საერთოდ კუთხესაც რო შეეგდო. ანუ მან არ მორჩებოდა იგი დათეფვითან ეგეთაც არ მორჩებოდა ქართველებს ბრძოლა შანსი არა. ქართველებს და იმ ერთმა ჩინელმა კიდე. იმ ჩინოს ხოჭა. საერთოდ აერჩილი, არჩილი ჩვენი ქართველი ძმა. ბოლო ჯგუფზე მე ვიტყვი აქ არის რაღაც, ესაა ჩემი თეორია. ის მაგაზე შესახელი უთხრეს ჩინელი ჯგუფის დროს. სააბიურის ხო დაისხა. კაი ეგო მაგას ხომ მოძლა იჯღუბოდა. სააბიურის სიხლო ის ჩემუკატკო ვიღაცამ. კიდე თარჯიმანი რო შევიდა ჩოკობოისთან და რაღაცები რო ბოლოში კაი ჯგუფში ეგ იყო იმე ახლა ესპანეთის ჯგუფში იყო. მოკლედ დიდი სპიჩი ქონდა და ბოლოს თავის კუნძულელებს რაღაც ისაუბრა რომ პატარა ადგილია და ასე შემდეგ და ბოლოს კი დაეცალა თარჯიმას და მოკლედ კაი ხალხი ვართ რა თქვა და გავიდა. ბოლო ჯგუფზე მე მაქვს ცირედ კომენტარი. ბოლო ჯგუფზე მოდი ანუ ცირედ კომენტარს მე გავაკეთე და მე შენ განავრცე იფრაისი. ოლივერა მოგვიწყო მინი კონცერტი ძალიან გვახალისა ვოკაუტში. ოლივერა საჭირო იყო საერთოდ რო ეჩხუბა. იმიტომ რომ ჩხუბის სიაზის მალე მორჩა რომ საერთოდ არ იყო საჭირო რო ეჩხუბა. ძალიან კარგი ვოკაუტი. სხვა შორის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკაუტი ვინ გამოვიდა ლაშქრულზე? მაგარი ცირე კომენტარი გავაკეთე ხო? ძალიან თქვი ეგ რომ მე ვიწყობ და მე გაგზავნე შენებით. ეს არის რა ქვია ლადო თუ რომელია ეს სადანტაზე ერთმანეთს. ეხა მე ვარ ლადო. დიახ, შეგარ ლადო. რა ქვია? აუ ილაპარაკე. აღარ ვიდა თქვი უკვე ყველაფერი და ლაშქრულზე ვინ გამოვიდა? ლაშქრულზე გამოვიდა მე მგონი შაინიძე in my opinion. კონკრეტულად არ მახსოვს, მაგრამ საუკეთესო ვოკაუტი შემიძლია იყო ვინც ლაშქრულზე გამოვიდა, იმიტომ რომ ლაშქრული მაგარი სვერადა. და არა ქართველებიდან ოლივერამ რაც აკეთა ვოკაუტის დროს შოუ დადგა, ეწყობა იცოდა რომ მალე წავაგება. ყველასავე შეაყვარა ეგრევე. რა სიმღერას გამოვიდა, რა ცნობილ სიმღერას გამოვიდა, ძალიან კაი თან განათებდა რაღაც ეფექტებს ხო აძლევს ყველაფერს და თან ცეკვავდა მთელი ვოკაუტის დროს. დაჟე რო იხდის ხო იცი და რო უნდა შევმოწმე რაღაცა მაგ დროსაც ის კოვბოის ხუდი ისევ დაიხურა, მაინც ცეკვავდა. მივიდა ხალხი შევიდა, მაინც ცეკვავდა და მოკლედ კაი სანახაობა დადგა ბატონმა ოლივერამ. სანახაობა იყო, კი. და სხვა შორის კარგია რომ ეს მორჩა, იმიტომ რომ დამევასა ცოტა ვოკაუტს დროს. მეთქი რა ძალიან არ იცებოს, იმედია ძალიან არ იცებება. სალახად შეგეცოდა. უცებ და საბმიტ და წავიდა სახში კომფორტულად. მარტივად. კიდევ და რაღაც ის გუბას. არაფერი მადლობთ. რაღაც მაგიდო და მიდი განა. ზუსტად ყველაფერი ასენა. რისი თქმაც მინდოდა უკვე ყველაფერი თქვი. ლორდ კიფაინძეს ხოჭა პირველი მეცეს რკინაპირულზე შთამბეჭდავი ნოკაუტი ქონდა მუხლით გათიშა ოპონენტი თუ გახსოვს და საკმაოდ პერსპექტიული პროსპექტი ჩანს ლორდ კიფაინძე. ამიტომ ველოდები შემდეგ ივენტებზეც როგორი ხო და ასევე რკენა 35-ზე მიხილავთ მე welterweight division-ში ან heavyweight division-ში. მოკლედ ივენტზე კიდე რაღაცები თქვა რაც გამოგჩა. სკამები არ მოიწონა. ის სადეს კიდე ვიც UFC-ს უყურებთ ხო იცი ხო მონსტერი ხო თანამშრომლობს UFC-სთან და აი მოჩხუბა რომ მაგრა გაილახება დანოკაუტებინ და გამოცხადების დროს ხელს შეტენიან მონსტერის კილას რომ პრომოუშენი ან რეკლამის გამო ესე ეჭიროს ხელს ეგრე იყო აქ ბორჯომი ენერგია ხელ რომ გამოვიდა ეგ ეჭირათ ხოლმე მაგრამ ნახე მონსტერის კილა არის დიდი და თან კონტრასტული ფერები ან შავი კილა და ნეონისფერი მწვანე ხაზებით და მარტივად ჩანს თან დიდი რო და თან კაი ფერები ეს ბორჯომი ენერგიის კილა იყო შეიძლება პატარა ფერებიც აქვს თეთრი ფერი და რაღაც თეთრი და ის იყო რა არ ჩანდა რომ ვერ შეამშევდი შორიდან რო ეგ ბრენდია და ანუ მანდაც ხო ეთქობა რომ ყველაფერში სლობდნენ რომ რაღაც ტოპ ორგანიზაციას იმიტაცია გაუკეთო. და კარგად გამოდის. კარგად გამოდის. ძალიან ხარისხიანი ვიდეო ყველაფერს. ბოდიში ძალიან ხარისხიანად გამოიყურება ყველაფერი. თუნდაც ნებისმიერი გრაფიკული რაღაცა ამა ეს ერთად ჰაერ შევიდა მიკროფონში. ნებისმიერი გრაფიკული ვიდეო editing და შემდეგ ყველაფერი კარგად გამოიყურებოდა. კარგი ისაა რომ სპონსორების შემოსვლის პოტენციალი უფრო კიდე არის, იმიტომ რომ ეხა ისე როგორც ადრე იყო UFC-ში, ახსოვს, აი ბანერები და რაღაცები რომ ჩამოგიდეს. ეგეთ რაღაც ეხა UFC-ში არ შეგიძლია. UFC-ში შენ ბრენდს და შენ სპონსორებს ვერ გაარეკლამებ. და როგორ არ ვიცი, არ მგონია რომ კენა ეხა უზღუდავდეს მაგ ყველაფერს ამოჩქურებს, იმიტომ რომ ჩოკობოქს თავისი რაღაცა ფლაიერები ქონდა გამოფენილი უკან ჩხუბამდე, ამიტომ უფრო შემოიყვანს ეგ სპონსორებს და ხარდაჭერას მოჩხურებისთვის და არა მარტო ორგანიზაციისთვის. ბათუმი ფაითინგ აკადემია ნახეთ 1-4 და სხვა რაღაც მომენტებში დამიტანია ტრენინგი დრო. ძალიან დიდ დროშა იყო რა ამ აკადემიების და თან საერთოდ დროშა იყო. ხო, რა უნდა ხნა ასეთი ივენტის საშუალება ბევრია საქართველოში? კაი, ივენტსაც შეეხება. სკამები არ ვარ ერთი საშინელება იყო. სპორტის ძველი სპორტის სასახლე არ არის გათვლილი ისეთი ივენტისთვის, რომელიც დროსაც უნდა იჯდე 5 საათი. კი. თუ რაღაც იმასიაჟზე ხარ, ძირსო პრემიუმ ადგილები მაგაზე თუ არ ხარ, იუთუბერები იჯდნენ უკაცრავად ჩვენ მაგდენ ბიუჯეტი არ აქვს. იმპრო თუ არ ხარ, 5 საათი სკამდაშობა არის კომფორტული, კიდე რა შეიძლება თქვა. ვერ გახვიდოდი, გამოხვიდოდი წესიურად რომ მოგდომებოდა სიტყვაზე. მომინდა კარტოფილი ფრი.
მივედი კარტოფილი ფრიზე. უიო 15 წუთი დაჭირდებაო. ახლა მე ან 15 წუთი იქ უნდა ვიდგე, ან შევიდე, გადავბობხდე ამ ხალხზე. 15 წუთში გადმობობხდე ისე უკან, ავიღო ეს ფრი და შევბობხდე უკან. ცოტა უფრო კომფორტებული გარემო. სხვა venue მოუხდება რკენას, იმიტომ რომ გონია რომ ამაზე იმასაც ამოყიდიდნენ დარბაზსაც. იმიტომ რომ როგორც ვიცი, მალევე ამოიყიდა ყველა. ბათუმში რო არის, აქვე აჭარაბეთ არენა არ ქვია? რამე ასეთი აი მართლა high class-ი კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა. კარგი რაც იყო pacing-ი საკმაოდ მალე იწყებოდა მეორე ჯგუფი როცა ერთად მაგის მერე. ძალიან კარგია. ძალიან კარგია. დიდი ხანი რო ლოდინინგი წავს, ძალიან ან 7-ზე ხო დაიწყო და 12-ს ნახევარზე მორჩით, ხო? 12-ისკენ მორჩით. და 10 ჯგუფი იყო ამ დროს, ნორმალურია ეგ. ანუ დათვალსაც ვთქვი განება ხო გზნობ რა და დიდი ლოდინი არ იყო ჯგუფებს შორის. რაც არ უნდა მალე მორჩილიყო. ხან შეიძლება თუ ჯგუფი მაგალითად პირველ წამებში მორჩა, ხო? იქ ხო არა გათვლილი ეგრე მალე მორჩებოდა. შეიძლება მორჩეს პირველ წამებში, შეიძლება მორჩეს მე-15 წუთზე. ან რაღაც იმ 15 წუთს დაამატე decision-ი ყველაფერი 20 წუთი გადის. 1 წუთსა და 20 წუთს შორის ძალიან დიდი სხვაობაა და მაინც რო კარგად მიდიოდა ეს ბრძოლების სვლა ძალიან კარგი იყო. Half-time show-ზე იყო სკაზი, რომელიც არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ერთი სიმღერა მისი მომასმენი მაქვს. და ეგ სიმღერა შეასრულეს ნახევრად იქ. კარგი იყო. სხვა შორის და კარგი half-time show იყო მე მომეწონა. ხო, half-time show-ს და დრამერი გაგიჟდა. ანუ production ძალიან კაი იყო და ის რომ მეორე events ესეთი კაია. იმეც ვაძლევს რომ აი რამოდენიმე წელს განმავლობაში სულ გვექნება 2 თვეში ერთხელ მაინც იმედია როგორც ვიო, კაი event-ი, ვისაც MMA გვევასება რომ მივიდეთ რომ აი რკენა არის, რკენაში 17-ია, არ წავიდეთ, კაი ჯგუფია. ახლა ნახე ეს ნაწილობრივ იმის გამოც არის რომ UFC-მ ძალიან კარგი ფორმულა შექმნა უკვე. ხო და შეგიძლია დამტკიცა ამუშავა ინტერესი არის საქართველოში ახლა ისევ ქართველი მებრძოლებიდან გამომდინარე გაჩნდა უფრო ინტერესი. ტოპურია დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, რომან დორიძე ამ ხალხმა შექმნეს ახლა ეძებ რამე ისეთ გვარს რომელიც მე არ ვიცი და უნდა მიყრა გამოგჭა. აბა ყველა ჩამოთვალე გიო. არ ვიცი ყველა. ხო და ანუ კარგი მაგალითი დასვა UFC-მ და ახლა მართლა თითქმის რავი ერთ-ერთში არის იმ ხარისხის ყველაფერი გაკეთებული. ახლა ისეთი ადგილები არაა რომ ვიღაცა 2000 და 4000 დოლარი გადაიხადოს. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მასშტაბზე ძალიან კარგად გეთება ყველაფერი. ფასებიც ნორმალურია ბილეთების. ხო, ანუ ხელმისაწვდომია ადამიანისთვის, საშუალო მოკვლავისთვის. მართლა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შენ არ ჩუნდება ეს და ეს პროექტი არ 5 წელს შევიფიქრებ რომ აუ გასულს რკენა რო იყო და მე რომ და იმედი მაქვს რომ აი პროგრესს გააგრძელებს და კიდე დიდი ხანი გაგრძელება, იმიტომ რომ მართლა ჩამოყალიბდა ისეთ ივენთად, რომელსაც აი ადამიანები, ვისაც სპორტი უყვარს, იტყვის რომ აუ იმ თვეში რკენას წავიდით უოჭო. და ასეთი დონის ივენთი ვისა აქვს? მართალია ეს. საქართველოში ეროვნულ ჩემპიონატს არავინ არ დადის, ძალიან დაბალ დონეზეა და მაგიტო არა, ანუ ისე ხო მართლა რა სპორტული ივენთია, რაზეც დადიხარ, რა შეგიძლია წახვიდე საყურებლად, სადაც მაღალი ხარისხი იქნება. არაფერი ხო? რკენამ დასვა მაგალითად, რკენამ აწია თამასა. ვისწავლე სიტყვა. მე ვერჯერ. დიახ. ისე მართლა, აი საქართველოს ფეხბურთის ნაკრები რო თამაშობს ხოლმე, კალბურთის ნაკრები რო თამაშობს ხოლმე და всё. ხო ანუ всё რას ქვია? და მორჩა. ამეთი სპორტული ივენთი სადაც ბევრი ხალხი მივა და აქტიურობა იქნება არ არის. და მგონია რომ გაცილებით დიდი გაძეძგილი იყო რკენა ერთის რკენა ორიც. ხო, სავსე. და აი რამდენად უფრო დიდი დარბაზის სამყიდო შეუძლია შენ ეს უკვე 15-ზე უეჭველი. აქ რამდენი დაიტია? 8. ხო თან ის სხვა ადგილიც არ არის ესეთი რომ ბევრი ხალხი მოგდეს გადაიჭედება ძალიან და აი საერთოდ არ გამოურიცხავ რომ აი ფეხბურთის ივენთების დროს ნაკრების თამაშის დროს ხდება ხოლმე ხო იცი? არა, სტადიონზე მოხდეს კი არა. ნაკრების თამაშების დროს რაღაცების გზის გადაგდება უწევთ. სადაც გადაკეთვა რო უწევთ რაღაც ადგილებში. აი არ გამიკვირდება რომ თუ გაგრძელდა ეს რკინას ივენთები რომ კენა 15-ზე არ ვიცი რა ჩატარებენ და ლოკაცია და ლოჯისტიკა მოსაფიქრებელია, მაგრამ იმდენი ხალხს მოგდის ყურება რომ რაღაც ადგილები გადაკეტილი იყოს. ახაც შეიძლება გადაკეტილი იყოს, მაგრამ ხალხმა უმეტესად მეტროთი და ავტობუსითი არა, იმიტომ რომ ყველა მიცოდა რომ სპორტის სასახელს და მაგას ვერ გააჩერებ. ხო, 8000-იანი ივენთზე ხა ივენთის გამო ვერ გადაკეთებ იმას. როდეს პატარა პულია? იმიტომ რომ ხა 60,000 იტევა დინამოზე რო შეადარო. მაშინ ექსკიუზმი. ამ დიდი გასხოვება. ჯერ ვერ ავსებს დინამოს მე მგონი. სხვა სტადიონზე ისე თulis გასაკეთებელიც არის ესეთი ივენთები. თვითონ დენავაიცსაც თქვა რომ არ მოწოს სტადიონებზე ივენთებს. მით უმეტეს სტადიონებზე სადაც უჭერს ვერ გადაგა დინამოს ვერ იზავ მაგას. მაგრამ ლაიკი. მაგრამ შემდეგ სერიაში რკენაზე ვნახეთ იუთუბერები ჩვენ ვუყურებდით ზემოდან როგორც მოყდავები არა მოყდავებს ვინც იყიდა რამდენარიანი 500-იანი ბილეთები რო ქვემოთ ყოფილიყო ეს კაბზე შეიძლება მიცენ მაჩუქის შეიძლება მიცენ რა სიცახი მიცენ არ მithქვავს ნახეთ ბევრი ისეთი იუთუბერი ვუყურებთ ჰიტაზულვაში ჩანდა 15 რიგის ზემოდანაც ანუ აი ჩემგან
ჩემგან ქვედმარჯვნივ ხედავდი იმ ფრულების ზონას. და რო უყურებდი ჭუხს რაღაც თვალში მანათებდა თურმე იმის იყო ღამის სარდაფის თავისთან არეკ. კარგია. ეს ამოვჭრათ და გაუგზავნოთ ბადუმც. ამ ვიდეოს ალბათ ვიცუხებთ გევასებათ MMA UFC კრივიც გევას გიყვართ ეს სპორტები პერსონალური YouTube ჩანელი მაქვს სადაც ამოათება ჩემს ჩანელს უმეტესად კრივზე მაქვს ვიდეოები მაგრამ MMA-ზეც გავაკეთებ MMA-ზე რამდენიმე ჩემი აზრით ერთი-ორი საინტერესო ვიდეო მიდევს ამიტომ გადმოდით შეაფასეთ გამოიწერეთ გეხვეწებით და უფრო რომ ნახავ რაღაც მიმოცვლას აზრების ან კომენტარებს მაინც რომ დავინახავ უფრო აქტიურად შემოგთავაზ ვიდეოებს იმიტომ რომ შემიძლია ყველა ივენთი გავიხილო ახალი ამბები თქვა კრივზე საინტერესო ვიდეოები ჩავწერე და უფრო საინტერესოები გავაკეთო და კრივი ვისაც გიყვართ განსაკუთრებით გადმოდით იმარხზე და დამანახეთ რომ კრივის აუდიტორია საქართველოში არის იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან ნაკლები ხალხია ვისაც კრივი უყვარს ვიდრე MMA თუ გავარკვიეთ YouTube-ზე ეს როგორ ხდება დიდი ალბათობით ეს ვიდეო დევს როგორც კოლაბორაცია ანუ ვიდეოსთან ქვემოთ თუ ჩასკროლავთ დამპოსტუელებში ეწერება ორადორი და მეორე არხი აი ამ ვაჟბადონეს ლუკაუტი გამოიწერეთ თუ გაინტერესებთ MMA სპორტი ბოქსი და ბევრი ჭკვიანური ასეთი განხილვა გადადის მის არხზე თუ გაინტერესებთ თამაშების შექმნა ხო შენი არხიც გადმოდით ჩემი არხიც აქ არის და რა იასამნისფერი ლოგო ექნება ნახავთ სამარხზე გავაკეთოთ კოლაბორაციის დაუშვას სკიბიდი დამიწერეთ თუ იც გადმოხვალთ შემარხს თუ გადმოხვალთ რაზე გავაკეთო ვიდეოები და შემიძლია ამაღამი გავაკეთო იმაზე ვიდეოები რასაც თქვენ კომენტარს დაწერთ ისე ხოთზე ვარ და დამიწერეთ რომელ წონაში გამოვიდე რკენაში შემდეგ 4 წელიწადში თუ ავალთ 100,000 გამოგწერზე რკენას რომელიღაც ივედე და კვირდებით რომ ჩვენ მიჩხუბებ მე გამოვალ heavyweight-ზე არა ჩვენ არ ვიჩხუბებთ წასაგებ ვიჩხუბებთ მე გამოვალ heavyweight-ზე იმიტომ რომ ნახე მუღამი რა არის MMA-ის რომ ვიღაცას სცემ და ფულს გიხდიან ვიღაცას სცემ ფულს გიხდიან მე სახში გიზნაცემი ეგ არ არის კარგი მართლა გეშე მართლა გინდა რომ აი MMA ჩხუბი ჩატოვა თუ გვინდა რომ აი განიხილა რომ რკენაზე იჩხუბო მოვალში მე თუ ფული ვიშოვე ისე რომ დანარჩენი ყველაფერი მოგვარებული ქონდეს და შევძლო რომ დრო დაუთმო MMA-ს უეჭვე სხვადასხვა MMA-ს მე შემონებოდა უფრო აი ერთადერთი რაც ჰილ ჰუკი და მსგავსი სამიშემ საათ შეიძლება სახსარი გაგიწყვიტოს ადამიანმა აი ერთადერთი ეგ მაშინებს თორე დალში დაკა დუკა ვიღაცამ თუ დაიწყო რამის გაწყვეტა მეთქი ეგეთი კარიერა რა თქია თუ დათეფე ეგრევე რა ვსკია გატეხილი ქუზი რა ძართულია მაგრამ რკენასთან რაღაცა უბრალოდ კრივში რომ მოიხოდოს ხო მაგრამ ზოგადად კრივში ვერ მოხერხდება მიუხედავად იმისა რომ კრივი ცოტა ბორინგია ლოუკი ხო ბორინგი ხო და მაგის კრივი თუ გიყვარს მართლა ხელოვნებასავით და აფასებ ყველა პატარა რაღაცას იქ და არა მარტო დაკას და ასე შემდეგ კრივში ძალიან ბევრი ესეთი ნიუანსია რომელიც უნდა შეისწავლო რომ გესიამოვნოს მართალია ახლა მე შეგისწორებ ხოლმე ხო რუსულ ბარბარიზმს მე ვთქვი კრივი ცოტა ბორინგია ლოუკი მაგას ბორინგია ლოუკი კრივი ცოტათი მოსაწყენია ჩემი აზრით რომელსაც სულად არ ვეთანხმებ სხვადასხვა მეც არ გამოვირთო რომ კინაზე თუ გავიჩხუბ მე საერთოდ ისე აქტიურად დავდებ ვიდეოებს ლუკაუტის ჩანელზე რომელიც თქვი წერა ვახსენე პარტნერშიპს გავიჩიტავ სეტატასთან დავიპარტნიორდებიან მე ვარჯიშს დავიწყებ და ეხლა რომელი უფრო იჩხუბებს ბიჭო მე heavyweight ვიჩხუბებ ჩოლო დერიკ ლუის ბოლოს ტაქსის ღოლები გალახოს უნდა და რაღაცა აი ესე რო ჩხუბობენ აი ესე მე რო უყურე მე გეუბნები ინსპირაცია როდის მომეცა ჯასტინ გეიჯი პედიგურბეთ ხო ტოპარიან UFC-ში იჩხუბეს ძმა ორი მთვრალი კაცივით მაგათა რომ იმიშვა შეიძლება მე უკეთეს პერფორმანსს დამედო აი ეგ არის ძმა ეგ არის ჩემი ინსპირაცია შენ უნდა შეხედო თუ ის კიდე ინსპირაცია გინდა რომ ბაძმა შეიძლება იჩხუბო ტოპ-ნორეზე მართლა ძიმეწოდაში უნდა უყურო ტოპ 5-ის იქით მოჩხუბებს მაგას გეუბნები წავალ ძიმეწოდაში მართლა ვეჩხუბები უბერის მძღოლებს და ვიღაცებს ამერიკაში ვინც უბრალოდ არა და всё აი ძალიან გავფრინდით რეაქტები დაბრუნდება თუ ავალ 1000 subscribers ხო 1000 გამომწერზე მოდი 1000 გამომწერზე დავარეაქტებთ ყველა ბეთს რომელიც გამოვტოვით სტრიმს გავუშვებთ და ყველა ბეთლი რომელიც გამოტოვებული გვექნება დავარეაქტებთ და მე დავჭრით და დავდებთ ნახვამდის